ავიმყოფებით პაატა ბარათაშვილის ხიდთან, მარჯანიშვილის მოედნიდან დაიძრა ეს მსვლელობა მშობლების, რეჟიმის ტყვეების, ახლობლების, მეგობრების და პროტესტის მონაწილე მოქალაქეების ბარათაშვილის ხიდთან კიდევ ერთი მსვლელობა შემოუერთ და ასევე მშობლების, რომელიც დაიძრა ალუბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან და ახლა ყველანი ერთად რუსთაველის გამზირისკენ მიეშურებიან. ეს არის ერთგვარად სოლიდარობის აქცია პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად და ასევე არის პროტესტის 58 დღე უცვლელი მოთხოვნებით ახალი არჩევნებისა და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლების. ცხადია, რომ ჩვენ ვისაუბრებთ რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრებთან. აქ ნიკა კაციას ძმას ვხედავ ლაშას. ლაშა, მოგესალმები კიდევ ერთხელ. აი გითხარი გზავნილი, რომლითაც შეიკრიბა დღეს რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრები. უკვე ხმისიოგები დავიზიანე და ორი სიტყვით ვიტყვი რა, ქართული ოცნებისთვის. ოლე, ოლა. დანარჩენი თვითონ იციან დარწმუნებული ვარ, ეს ტექსტი კარგად ისწავლეს. ლაშა კაცია, ნიკა კაციას ძმა არის საპროტესტო აქციაზე. ბესოვს ვთხოვ, რომ აქეთ გადმოვინაცვლოთ ლელა ახობაძე, საბას ხვიტარიძის დედა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ძალიან გრძელი გზა გამოიარეთ კიდევ ერთხელ ამ მარშით. აი ეს ერთობა, რომელიც ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და პროტესტის მონაწილეებმა დღეს აჩვენეს. რა მესიჯია, რა გზავნილია არალეგიტიმური ხელისუფლებისთვის. ეშინოდეთ, ჩვენ ერთიანები ვართ, ერთიანები ვიქნებით. ყოველ პარასკევს აი ესე ერთიანად შევიკრიბებით, ესე ერთიანად ვილით, სანამ არ განთავისუფლდება რეჟიმის პატიმრები და სანამ არ იტყვიან თვითონ უარს რუსულ კანონებზე. სანამ ეს რეჟიმი არ ჩამოიქცევა, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, არ გავჩერდებით, ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე. მადლობა ლელა ახობაძე, საბას ხვიტარიძის დედა, ქალბატონ მარისაც ვხედავთ, თორნიკე გოშაძის დედა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. აი დღეს როგორი ერთობაც აჩვენა, ისევ კიდევ ერთხელ ქართულმა საზოგადოებამ სოლიდარობის ნიშნად რეჟიმის ტყვეების და ასევე პროტესტის 58 დღეა. თქვენ რა შეგიძლიათ თქვათ აი ამ მსვლელობას? ყველაზე დიდ ძალას ვგრძნობ, აუცილებლად წავა ყველაზე ცუდი ადამიანი ამ საქართველოში ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოს მოევლინა ყველაზე დიდ მტრად. ესეთი არასოდეს არავის არაფერი არ გაუკეთებია, რაც მან გააკეთა საქართველოში. დაატყვევა ბავშვები და რა უნდა და რატო ხავს საპრობილებში არ ვიცით. ამიტომ პასუხს აგებს ყველა დედის წინაშე, ყველა დედმამიშვილის წინაშე ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ სხვას არავის არ ვეხებით, რადგანაც დანარჩენი მთავრობის წევრები არიან მათი მონები. მადლობა, წავა ქვეყნიდან. მადლობა ქალბატონო მარის. ირაკლის დედაც აქ იმყოფება, მოგესალმებით. ირაკლი მიმინოშვილის დედა არის, ვისაც გავესაუბრებით. თქვენ რა შეგიძლიათ თქვათ დღეს ამ მარშიდან? დაგვიბრუნეთ ჩვენი შვილები. მალე დამთავრდეს ეს ყველაფერი და დაგვიბრუნეთ ჩვენი შვილები ჩვენთან. მადლობა და ქალბატონო ჯანა, გამარჯობა. მოგესალმებით, თქვენ ალუბრის მეტროსთან შეიკრიბეს და გამოემართეთ აქეთ. ნახეთ ხალხის ერთობა, რომელიც სხვადასხვა ლოკაციებიდან დაიძრა. თქვენი შვილების და დანარჩენი პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად. თქვენ რა გაგვცადეთ? ძალიან დიდი სიყვარული, ძალიან დიდი თანადგომა, დიდი ერთგულება და ეს ყველამ უნდა დაინახო. ჩემი შვილი მინდა ჩემთან. ყველა დედას უნდა თავისი შვილი თავის. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ნანი წულაია. და წინ გადავინაცვლოთ, აქ პოლიტიკოსებიც არიან და ვთხოვ ჩემს ოპერატორს, ჩვენ უკვე ამოვედით ფაქტობრივად თავისუფლების მოედანზე. ნანა მალაშხიასთან გადავალ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. აი ამ მარშით რა გზავნილია ქართული ოცნების რეჟიმის მიმართ? ეცეთ რა არის, ყველა მიცის, რომ 53 ადამიანი დღეს არის რუსული რეჟიმის ტყვე. ერთადერთი სათქმელი, რაც მაქვს მე დღეს, ეს არის მადლობა იმ რუსული რეჟიმის ტყვეებს, რომლებიც
ჩვენი თანამებრძოლები არიან და უნდა ვუთხრა მათ და ყოველ ჯერზე გავუმეორებ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ბრძოლის დანებებას. ყოველ დღე იმართება საპროტესტო აქციები, მარშები დედაქალაქში, სხვა ქალაქებში და ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ ისინი არ იქნებიან თავისუფლები და ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ ეს ქვეყანა არ იქნება რუსული რეჟიმისაგან თავისუფალი. ძალიან დიდი მადლობა ნანა მალაშხია კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ვეთხოვ ჩემს ოპერატორს, რომ ვაჩვენოთ კადრებში სრულობა, რომელიც ახლა მიემართება უკვე რუსთაველის გამზირისკენ პროტესტის 58 დღეა დღეს და ისევ ყველა სხვადასხვა ლოკაციიდან დაძრული მარში შეერთდება ცენტრალურ გამზირზე უცვლელი მოთხოვნით, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს და რეჟიმის ტყვეები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ.